იყო ერთი ბარიერი. მეტყველების დეფექტი ქონდა სადღაც 17 წლამდე. ის გამოიყო ეს. გიგი, ჩემსაც აღმოჩენა იყო ეს ამბავი, მე არ ვიცოდი. ხო, ეს ქონდა, ენა მებოდა. 3 წლის ვიყავით 4 წლის, ლაპარაკობდი ჩვეულებრივად და რაღაც შემაშინა. როგორც მიყვებიან, მე უბრალოდ არ მახსოვს პირველი შემთხვევა და მეორე შემთხვევა უკვე მახსოვს. პირველი შემთხვევა იყო, რომ და სახშო დაუბრუნდი, ენა მებოდა და ყოველ ცუდი მე რაც ვჭირდა წინადადებას რო ვამბობდი, აი რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც სიტყვას ვერ ვიტყოდი. და იმ სიტყვაზე დამებმებოდა ენა. და მართლა ეგრე ხდებოდა ხოლმე. და ამიტომ დავიწყე რაღაცნაირად ჩემი მეთოდები დავიწყე სიტყვების გადალაგება, რაღაცეების შეცვლა და გაკვეთილის მოყოლა მიჭირდა ხოლმე, იმიტომ რომ როცა ნერვიულობდი, უფრო იმას მიშობოდა ხოლმე გაკვეთილის მოყოლა. მეორე შიშის მომენტი რა იყო? მოხდი ჩემ უფროს ნათესავებში და ჩართეს საშინელებათა ჟანრის ფილმები, რომელსაც დღემდე ვერ უყურებ. იყვნენ თოჯინები, რომლებიც წავდნენ ადამიანებს, რაღაცა ეგეთი იყო და ნუ ძალიან შემეშინდა. აი ისეთ ძალიან იმოქმედა და მაგაზე მახსოვს რომ იყო მეორე ტრიგერი უკვე ამ ჩემი ენის დაბმის და რაღაცა შიშები დღემდე მახსოვს რომ მარტო დარჩენის მეშინოდა ხოლმე. აი სიბნელე თუ იყო და რაღაცები. სიბნელეც და დღეც პრინციპში, აი თქვა მარტო ვარ ოთახში, მაგრამ გვერდზე ოთახში ვიღაცა იქ უნდა გავსულიყავი. რომ რაღაცა მარტო დარჩენის ეს შიში მქონდა. ნუ ოჯახის წევრებიც განიცდიდნენ სავარაუდოდ და შელოცვებზეც დაღავდნენ, როგორც ვიცი, რომ ეს ყველაფერი დაგეძა. შელოცები თან ესეთი რთული პერიოდი იყო მაშინ, მახსოვს კოჯორში წამიყვანა ბებია ჩემმა, რაღაც რამდენი ბევრი ტრანსპორტი გამოვიცვალეთ, მე ფეხით ვიარეთ და თან ვერც ვხვდებოდი, ხან მივიდოდი კი არ მეუნებოდნენ. ხო და რაღაცის ქალთან მივედით, რაღაცა მარილი უკან გადაყარა, რაღაცა წაიკითხა ეს შიშების მოხსნები, რაღაცეები და გიშველა? არა. მოდი თქვათ რომ არა. კარგი, 17 წლის რო გახდი, აი მაგ დროს რა მოხდა? შენ თვითონ უკვე გონებრივად დაძლია ეს ყველაფერი, რომ ისწავლე მეთოდები, როგორ უნდა აგერიდები და თავი, ხო? დავიწყე სიტყვების ცვლა, ანუ უცებ ვიცოდი რომ აი თქვა როგორ ხარს ვერ გეტყოდი. გეტყოდი როგორ ბზანდები, გესმით? მაგრამ მე ძალიან გამიჭირდა თეატრალურში პირველ კურსზე კითხვა. ხმამაღლა გვაკითხებდნენ ხოლმე და მახსოვს შექსპირს კითხულობდით მეფე ლირს და თან რეჟისორს ეჭირა ერთი წიგნი და მეორე წიგნი შენ რო ისე თვალსადევნებდა, ხა იქ ვერაფერს აღარ შევცვლიდი. და რომ ამიტყდა და რომ უკვე რომ ძალიან ფაქტიურად ვერ კითხულობდი რა, ისე მებმებოდა ენა და სხვა როლზეც გამიკეთებია ეგრე უკვე. მართლა? კი, როცა რაღაც წინადადებას ერთ სიტყვას ისე შევცვლიდი ან რაღაცნაირად გადავიტანდი. და მისაღებ გამოცდაზე წაიკითხე ლექსი, რომელიც შემდეგ სიმღერაში გამოიყენე. ტა რანაირად ღვინავს არაგვი. ხო ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა, სხვისი მისაბაძი რამჭირს თუ არა კი, სხვისი მისაბაძი რამჭირს თუ არა ხო, სხვისი მისაბაძი რამჭირს თუ არა რა, სხვისი მისაბაძი რამჭირს თუ არა და საკრა ეროსა კრა. ალბათ მაგ ლექსმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. ეს არის მუხრან მაჭავარიანის ლექსი უსათაუროა, მაგრამ ისე იწყება ესე ტა რანაირად ბრდღვინავს არაგვი. გახსოვს ეგ ლექსი? ხო. კი, როგორ არა. ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა. ხო და მივიდივარ ქაბოტონ მანანასთან და ქაბოტონ მანანა გითხრა ტელეფონზე რომ ერთი ლექსი მოამზადოსო და წამიკითხოსო და მე რაღაც დავალებებს მივცემ. იმდენად მქონდა ეს სურვილი აი მსახიობობის და რაღაცა ცხოვრების შეცვლის, რომ მივედი ქაბოტონ მანანასთან და ისე წავიკითხე ეს ლექსი, ანუ ისე ეს კონკრეტული აი კონკრეტული ეს ლექსი ისე წავიკითხე ქაბოტონ მანანას, რომ მოტრიალდა დეიჩოს და უთხრა რომ არა უციციო რა, აშკარადო აქვსო ბიჭო მონაცემებიო და მე ვერ ვიტყვი ახლა და ისე გამეხარდა, აი მახსოვს ტელეკომპანია მზეში მუშაობდა მაშინ საბურთალოზე ქაბოტონ მანანა და იქიდან ალბათ რა ფეხით წამოვედით მე და ჩემი. ნუ დეიჩები დამწუხრებული და მე ბედნიერი.